დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ლალი მაროშკინა, თეო ნაჭაიძე, ბესო შენგელია და მელორ ვაჩნაძე არიან ჩვენთან ერთად. ერთი კითხვა მინდა დაგისვა და ლალი თქვენი პასუხით თეონასი, ბესოსი და მელორი დავიწყებ ამაზე თუ შეიძლება. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ამბობთ რომ გაგიცრუათ მაგალითად ამ მესიჯებმა იმედი, როდესაც ლალი ამბობს რომ ქვეყანაში არის რეალურად დღესახეზე ორი ოცნება, ეს ყველაფერი რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა? ეს არჩევნები ოცნებისთვის როგორ დამთავრდება, როგორ ფიქრობ თუ კი თქვენ მისი ძველი მხარდამჭერები ამბობთ რომ ეს არ არის სწორი მესიჯები? იმას არ ვიძახი რომ იმედი გამიცრუა, მე არავის იმედი არ მაქვს, იმედი მაქვს ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების, მეტი არავის იმედი არ მქონია არასოდეს და არც იმისთვის მიბრძოლია რომ ქართული ოცნება მოსულიყო და სადმე მაღალი თანამდებობა დამეკავებინა. ჩვენ ვბრძოდით უსამართლობას და ნაციონალურ მოძრაობას. პირველი ეს არის. რაც შეეხება მეორე ჩემ განცხადებას რომ ეს განცხადება, პრემიერის განცხადება არ იყო მართებული, გამომდინარეობს იქიდან რომ ფიქრობ რომ ჯერ საქმე უნდა გაკეთდეს და ანუ ის დაზარალებული ადამიანები უნდა დაკმაყოფილდეს და მე ვიფიქროთ შერიგებაზე, როდესაც ადამიანს მრავალმილიონიანი ქონება აქვს ჩამორთმეული, ჭრელი აბანოები და ისინი ჩამორთმეული აქვს და უამრავი ქონება და სახლები აქვს წართმეული, იმ ადამიანს როგორ უნდა უთხრა? და აი აქედან გამომდინარე გისვამ ზუსტად კითხვას არის. პრემიერმა როგორ უნდა უთხრა რომ მოდი შეურიგდი იმ ადამიანებს, ვინც გაგზარცვეს და წაგართვეს, ვინც გეძალადა და ვისაც ოჯახებიდან შვილები დაუხოცეს, როგორ უნდა უთხრა შეურიგდიო, როდესაც ამ ადამიანებისთვის არაფერი გაგიკეთებია და შენ მაღალი ანაზღაურება გაქვს და მე მელორ ვაჩნაძემ საუკეთესო წლები ციხეში გავატარე. ხო როგორ უნდა მითხრა? ხო მაგას ვერ მეტყვი და არ მივიღებ. და ეს დააკარგინებს ოცნებას მხარდამჭერებს მელო როგორ ფიქრობ? ჩემი სახით ერთ მხარდამჭერს დააკარგინებს. ლალი, თქვენ როგორ ფიქრობთ? მითხარით და ბესოზე და თეონაზე უნდა გადავიდეს შემდეგი კითხვით. რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა აი თქვენი უკმაყოფილება ეხა თუნდაც პირდაპირ ეთერში? აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ რეალურად ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული პრობლემა იპოთეკარების, ხო? და ათასობით არის ეს ადამიანი. მივმართავ ბატონ კვირიკაშვილს, რომ ჩამოუწეროს ვალები. ასე ადვილია ლაპარაკი, ხო? რატომ ათასობით ადამიანი იტანჯება? ჩამოუწერეთ ვალები ამ ადამიანებს. ხო ამბობთ რომ დავივიწყოთ ყველაფერი. ამ ადამიანებმაც რა თავის სახლები ისეთ ჩადეს, რთულმა სიდუხჭირე მიიყვანა იქამდე ძალიან ბევრი რეალურად დღეს პრობლემატურად არის და პატარა ბავშვებით არიან ქუჩაში დარჩენილები. ჩამოუწეროს ვალები სახელმწიფომ. ესე ადვილი თუა ყველაფრის. მეც მაქვს რაღაცა ვალები ბანკში, ჩამომიწერონ ვალები. რაკა ეს არ არის პროფესიონალი, ესე არ უნდა საუბრობდეს, იმიტომ რომ მით უმეტეს ეკონომისტი რა ქვია, ჩამოწერეთ ვალები და გავაგრძელოთ გზა. რა როგორ ჩამოუწეროს, დაიწყოს იპოთეკარებით და დავიჯერებ რომ ნამდვილად უნდა რომ უშველოს ყველას. ნამდვილად ენთუზიაზმზე მე მგონი არ შენდება ეს ქვეყანა, ხო? ანუ თქვენ რას მოითხოვთ და მე ბესოსთან გადავდივარ კითხვით რომ ყველანი ციხეში, ვინც წინა წლებში რაიმე ცდომილება ჩაიდინა, არ ჩაიდინა, ვინც იყო პოლიტიკური მენეჯერი და ასე შემდეგ, ყველა აბსოლუტურად და ჩაფლით რო ამბობ. ყველანი ციხეში არა. ძალიან კარგად ვიცი რამოდენიმე ადამიანი დღესაც და ამაზე ძალიან მალე განცხადებებსაც გავაკეთებ რაღაც მაქვს დაგეგმილი აქტივობები. ის ადამიანები, ვინც პროკურატორიდან მიდიოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ აი შენი შვილი ვიცით სასწავლობს და შენს დაგიჭერთ და შენ შვილსაც დაგიჭერთ და ამის სანაცვლოდ ქონებები წამოიღეს, ღამე გადააფორმებინეს. ეს ადამიანები რამდენიმე სამინისტროში იკავებენ მაღალ თანამდებობებს დღესაც ადრე პროკურატურაში. აპირებთ ამ გვარების დასაქმებას. ამას ყველაფერს ვაგროვებ, თუნდაც იმ ოქრიაშვილის თემაზე ბევრ რაღაცაზე მექნება განცხადებები და ძალიან საინტერესო იქნება მუშაობ ამ საკითხზე. ეხლა ვფიქრობ რომ წინა საარჩევნოდ სადაო ქონებაზე გვაქვს ბიუჯეტი არც ისეთ პატარა სადაო ქონებებზე აიღო სახელმწიფომ, ნუ მესმის ვიღაცამ იქ მერე შეიძინა რაღაცა, აიღოს ხელისუფლებამ ვალდებულება და ნაწილობრივ მაინც პირველ ეტაპად რაღაც თანხობრივად თუ სხვა სანაცვლო ქონებით და და გადავდივარ ბესოსთან. აი მე მაინტერესებს ახლა ჩვენ მაშინ დავივიწყოთ აფხაზეთი და ოსეთი. რაც იყო, ხო? ნუ წაგვართვეს ტერიტორიები და არა უშავს, დავივიწყოთ, მე რა რომ ვერ დავბრუნდებით. არ შეიძლება ესე საუბარი, ხო? იქ სადაც საბრძოლო უნდა იბრძოლო, ტერიტორიებიც უნდა დავიბრუნოთ. ანუ რა უნდა გააკეთოს აბა კვირიკაშვილმა? დღეს კიდე უნდა გასცეს დაპირება, რომ ყველანი დაპატიმრებულები იქნებიან. არა, ცივილიზებულ ქვეყნებში გუნდი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთა, მიდის. უნდა წავიდეს რა თქმა უნდა. ბესო, თქვენ რა სიტყვით? ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა? აგერ ცნობილი ოცნების მხარდამჭერები ისმენთ პირდაპირ ეთერში რა განცხადებებსაც აკეთებენ.
კი ბატონო, ნუ პროგნოზე უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს შეფასება ბოდის შენი შეფასება მაინტერესებს. ერთი წუთით ჯერ მე დავუსვი. ჩვენგან ცხადებასთან უკაცრავად კითხვა დავუსვი და თუ შეიძლება რომ გაგცეს პასუხი. უპირველეს ყოვლისა ჩემს აზრით 8 ოქტომბრის არჩევნები ქართული ოცნებისთვის ნამდვილად კრახით დასრულდება, იმიტომ რომ ვერანაირი დაპირება, რომელიც ამ ადამიანებმა გასცეს იმ დიდი ჩამონათვლიდან ვერაფერი ვერ შესრულდა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას და აქვე ზუსტად ამაზე მინდოდა მესაუბრა, ერთხელ და სამუდამოდ მე მგონი უნდა ყოფნოდა იმის ძალა და რესურსი ამ ხელისუფლებას, რომ ეს კითხვის ნიშნები აბსოლუტურად ყველა. რა კითხვის ნიშნები? ის კითხვის ნიშნები, რომ აი რაზეც ქალბატონი ლარი და მელორი საუბრობდა, ვინც დამნაშავე იყო, ის ადამიანები. მე ვარ ერთ-ერთი პირველი ვინც მოვითხო, ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამის ფარგლებში. მაგრამ მე ვერ გამოვყვებით ერთ რიტორიკაში, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ ვერ უნდა შევრიგდეთ. ჩვენც აი ლალი მახსენა რომ არა, როცა მომგვარდებით იმ ადამიანებს, როცა დაუბრუნებთ ღირსებას, კონობას და როცა აფხაზეთ და ოსეთ თუნდაც დასაბრუნებელი გვაქვს, ჩვენ გქონდა ომი, მაგრამ ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს შვიდობიანად, ჩვენ იმ ხალხთან ერთად თანაცხოვრება უნდა, ანუ პოლიტიკური სპექტრის რადიკალიზაცია არ უნდა მოხდეს. თუ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე მაღალმა ჩინოსანმა, კონკრეტული სახელით გვარი არ მინდა, აი რომელიმე მაღალმა ჩინოსანმა ჩაიდინა დანაშაული. ამის გამო თუნდაც თქვენ, თუნდაც სხვა ნებისმიერ ოცნების ხარდაჭერა, ყველას ეძახავს, რომ ეს ისეთია, არის არასწორი. ხარდამჭერი, აი ხა შედიხარ შეცდომაში უყურ. მე პირდაპირ თქვი, რომ მე ოცნების ხარდამჭერი არასდროს არ ყოფილა არც პარტიაში, არა, ოცნების ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე ვიყავი. საერთოდ არ ვიცოდი, ციხეში ბიჯექი ოცნება რომ მოვიდა. ლალი ოცნების ხარდამჭერი, რატომ? მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიდეხმარე და თვითმმართველობის, მაგრამ მადლობაც არ მიმიღია და არც ქონია იმის განცდა რომ უნდა მიმეღო, ანუ ჩავთვალ ეს საჭიროთ რომ უნდა დამდგარიყავ იქ სადაც ვიდექი, მაგრამ ბევრი თუნდაც ბესო შენი მეგობრებისგან განსხვავებით, ხო? სამარეში რომ იყვებიან ნაციონალურ მოძრაობას. მე არავის არსად არ გავყვები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი, რომელიც მონობას ვერ იტანს და ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ, ჩემ აზრს ვიძახ. და ბესომაც თქვას თავისი აზრი მეტეონასთან და მე ისევ ლალისთან უნდა გადავიდე. ანუ აქ არის ძალიან მარტივი. ხელისუფლებას უნდა იყოს იმის ძალა და იმის საშუალება და იმის უნარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვის ნიშანი ძალადობაზე, ყველა კითხვის ნიშანი გააქროს, დამნაშავეები დასაჯოს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდება სახელმწიფოს მიერ ამის დახმარება თუ აღიარება, უნდა იყოს აღიარებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის გზით. ეს ერთი ფაქტი. მეორე ფაქტი ის და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ უნდა შევძლოთ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ თუ ხარდაჭერები არიან, შეთავხდნენ ძირითად პრინციპებზე, რა ჭირდება ამ ქვეყანას. აი მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ადამიანები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მოდი მოკლედ რო ვთქვა, ვინც ამერიკისკენ იყურება და ვინც რუსეთისკენ, სხვადასხვანაირად ფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე. ჩვენ საზოგადოება წამოვიდა ისე სამწუხაროდ, რომ თუ დაუშვათ მე ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი ვარ, მე მელორის ტერი ვარ, ან მელორი თუ არის ქართული, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პარტია და იმას რომელსაც იმიტომ რომ რადიკალიზაცია იყო ბუნებრივია 2012-ში ძალიან დიდი დაპირისპირება იყო და თავარი ამბავი არის ის რომ ეს პრემიერი ამ თავისი მესიჯებით ემიჯნება ამ დაპირისპირებას ყოველ შემთხვევაში მე ესე გავიგე იმიტომაც გავაკეთე ეს თემა რომ პრემიერი თავისი პოლიტიკური მესიჯით აშკარად ემიჯნება ამ რადიკალიზაციას თეონა მოდი თუ შეიძლება თქვენთან გადმოვალ შეკითხვით აი ამ ფონზე თქვენ რა პროგნოზის გაკეთებთ რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ? ანუ რას მოუტანს ეს რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე უარის თქმა არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკას? როგორ ფიქრობთ? ეს დაპირება კიდევ ერთხელ მოვფრო სამწუხაროდ არ არის რეალური, იმიტომ რომ კიდევ გრძელდება დაპირისპირებები საჯარო სამსახურებში მიმდინარეობს ზეწოლა. ეს ადამიანები არიან დაშინებულები, ელემენტარულად სოციალურ ქსელშიც კი ვერ გამოხატავენ თავიანთაც, იმიტომ რომ იციან რომ მეორე და მესამე დღეს მოუწევთ განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება. ის მანკიერი ჩვევები რაც ქონდა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას და როდესაც სამსახურებს ატოვებინებდნენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, ამიტომაც ამას აგრძელებს ქართული ოცნება. ერთი წუთით მელორ დამბაცადა, იმიტომ რომ მესნის ძალიან კარგად, მაგრამ როგორც მაყურებელი ხშირად არ მომწონს ხოლმე, როდესაც ძალიან ერთმანეთში ჩხუბობენ გამოსვლები ეთერში. შესაბამისად გრძელდება ისნის რაიონის გამგეობამ გაუშვა ეხა ორი თანამშრომელი მარტო იმის გამო, რომ გარკვეული ეჭვები არსებობდა მათი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვახტანგ ქიზიყურაშვილთან, მიბრძანდით და გეტყვით ალბათ ის რეალურ შედეგებს. ფაქტებზე ვისაუბროთ.
კონკრეტული ფაქტი დაგისახეთ ახლა მე რომ ძალიან თქოს შეიძლება გაუშვეს იმაზე ორიენტირებული თქვენ გეჩხუბოთ ახლა აქ და თქვენ თან ვიკამათო მე მინდა რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიდეს ისეთი არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში რომელიც იქნება ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული და მართლა მათ აზრს მოისმენს და მათნაირი იქნება არა იმიტომ მოვა რომ პარლამენტში იჯდეს მე ჩუმად 3-4 წლის განმავლობაში როგორც მაგალითად თუნდაც ზაზა კედელაშვილია და 26 დეპუტატი კიდევ მასთან ერთად 3-4 წლის განმავლობაში საერთოდ ხმა რომ არ ამოუღია და საერთოდ თავისი ამორჩევლების ვინც მას ხმა მისცა და მხარი დაუჭრა იმათი გასაჭირი არ გაუჟღერებია ის ბადებს აშკარად ეჭვს რომ ის არის თავისი ბიზნესის გასაფართოებლად იქ მისული და იმიტომ რომ მე რომელიღაც კუნძულებზე დაისვენოს და ის მანდატი ჰქონდეს და ამით ისარგებლოს ხო შესაბამისად ასეთი დეპუტატები აღარ უნდა იყოს პარლამენტში და მართლა ვისაც გული შესტკივა იმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ საქმე აკეთონ რეალურად იარონ ხალხში მოусმინონ ხალხს და დაბურული მანქანიდან და ჯიპებიდან რთული არის გაგება იმ ადამიანების გაჭრილის რომლებიც ბუნკერებში ეძებენ საჭმელს და ბავშვებისთვის ელემენტარული ტკბილეული წყლის საშუალება არ აქვთ ახლა ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელი არის და იმ პოლიტიკოსებს რომლებსაც ამის დანახვა არ უნდათ ისინი არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში იმიტომ რომ ხელფასს ისინი იღებენ ხალხის ჯიბიდან და სწორედაც რომ ხალხს უნდა ემსახურონ მადლობა თეონა მე ისევ დაგისვათ კიდევ ერთ კითხვას მანამდე ბოლო კითხვა არის პრინციპში თითოეულ თქვენგანთან ლალი ისევ მინდა გავიმეორო წეღან რა თემად წამოვწიე ეს ყველაფერი რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა თქვენ ფიქრობთ რომ ოცნება წააგებს თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს ანუ ორი ოცნებიდან ერთი ოცნება რომელსაც თქვენ წარმოადგენთ წაართმევს ყველა ხმას ძველ ოცნებას მოდით ასე ვთქვათ რომ ასე რადიკალურად ამაზე საუბარი დღეს არ შეიძლება მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ თუ 1-2 აი ესეთი გამოსვლა იქნა პრემიერ-მინისტრის რა თქმა უნდა ეს იქნება წამგებიანი პოზიცია და მე არ მგონია რომ დღეს მე იცით რა მაინტერესებს ესე იგი ჩვენ ვართ ოპოზიცია და ისინი ხა ვინც ახალი წარდგენილები არიან ისინი ოცნების წევრები თამაზ მეჭიაური რომელიც ხელბორკილებით ყავდათ 26 მაისს და საშინელ ჭყლეტვაში იყო 7 ნოემბერს დაბრუნდა როგორც კი მიხვდა რომ არეულია ქვეყანა და ბოლო მომენტამდე თამაზ მეჭიაურია ოპოზიცია და ისინი რომლებსაც ნამდვილად არაფერი საერთო არ ქონიათ ოცნებასთან ისინი არიან ოცნებაში მყოფი ადამიანები მე კიდევ ერთხელ ვამბობ მე ამ სტუდიიდანაც და არაერთხელ დავაფიქსირებ ჩემ ძალიან დიდ მადლიერ პოზიციას პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში იმიტომ რომ ამ ადამიანმა შეთანხმების გარეშე აჟღერებს ამ თავარ პოლიტიკურ გზავნილებს კვირიკაშვილი აი ეს მინდა სხვა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ინგა ძალიან მინდა რომ შეკითხვა თავად დაუსვა კვირიკას მეც მაინტერესებს მე მაგალითად კვირიკაშვილთან შეხვედრა როდესაც ქონდა მედიას მისმა პრეს-ცენტრმა იქ არ მიმიწვია ასე რომ მე არ ვიცი როდის მექნება ამ შეკითხვის მისთვის დასმის საშუალება ამიტომ მე ესე მგონია რომ ერთი მეოცნებეს ისე გისვა ხო მე ასე მგონია რომ ერთი დიდი პასიენსია გაშლილი მე თეონას ერთ რამეში დავეთანხმები რომ ამ არჩევნებს პიროვნებები მოიგებენ ერთ რამეში არ დავეთანხმები რომ დღეს რეალურად იმ შავ ჯიპებში ისევ ნაციონალური მოძრაობის სატელიტები მეგობრები ნათესავები და გამგრძელებლები არიან მაღალ თანამდებობებზე და მეც მაქვს ეს დიდი სია და სხვათა შორის იურა ვაზაგაშვილი ამ სიას გადააყოლეს ეს ზუსტად ამბობდა იმ ადამიანებზე რომლებიც დღეს ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებზე ზუსტად ეს პრეტენზია ჰქონდა რომ ადამიანი რომელიც არის მხილებული სისხლის სამართლის საქმეში რომელიც დამნაშავეა არ არის დასჯილი და იგივე შავი ჯიპიდან მიყურებს დღეს მე ზევიდან როგორც მიყურებდა 2012 წლამდე აი ეს უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და რეალურად მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თუ ასეთი განცხადებები გაკეთდება აბსოლუტურად მოწყვეტილი აღმოჩნდება მთავრობა ისაც გარკვეულწილად მოწყვეტილია მაგრამ პრემიერ-მინისტრის საზოგადოებისგან უფრო დიდი დისტანცირება მოხდება იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ვით ჩვენ გადაცებას უყურებს ის ადამიანები რომლებსაც გული ტკივა ზუსტად იციან რომ რას ქვია შერი კიდევ ერთხელ ვამბობ მაშინ შევურიგდეთ დაკარგულ ტერიტორიებს ჩამოწერეთ იპოთეკარებს ვალები ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ და გავაგრძელოთ ახალი ცხოვრება მადლობა ლალი მე მინდა წარმატება გისურვო და დაგემშვიდობოთ თეონა თქვენ გისვამთ ახლა ბოლო შეკითხვას და ასევე დაგემშვიდობები და უკვე შემდეგ ბოლო შეკითხვით გადმოვინაცვლებ სტუდიაში იმიტომ რომ რამდენიმე წუთში ბიზნეს კონტრაქტის დრო დგება და ელინე კვანჭილაშვილთან უნდა გადავიდე მე მაინტერესებს თქვენგან ასეთ რამეზე პასუხი ის რომ ოცნება მხარდამჭერებს კარგავს ძველ მხარდამჭერებს აი თუნდაც ამ თემების გამო ორი სტუმარი ამაზე ლაპარაკობდა რომ ეს არაპოპულარული ოცნების მხარდამჭერებისთვის ნიშნავს ავტომატურად იმას რომ ძველი ხელისუფლების გუნდის პოზიციები მყარდება
ქართულ ოცნებაში შიგნით გუნდში არის ძალიან დიდი დაპირისპირება და უკმაყოფილება, იმიტომ რომ ქართული ოცნების რიგითი წევრების, კოორდინატორების და პარტიის თავმჯდომარეების აზრს აღარ ითვალისწინებენ ეგრეთ წოდებული მათი ლიდერები და გადაწყვეტილებებს იღებენ ერთპიროვნულად, ეს არის მათი ძალიან დიდი პრობლემა. ის რომ კანდიდატების შერჩევაშიც არ მონაწილეობს პარტიის ქვედარგოლი არის დიდი პრობლემა. სწორედ ამიტომ არის უკმაყოფილება ქართულ ოცნებაში. კანდიდატები ყავთ ზოგიერთი ისევ პორტირებული ნაციონალები თავის დროზე რომ გადაბარგდნენ ქართულ ოცნებაში ხელისუფლების ცვლილების გამო. შესაბამისად, ქართული ოცნების მართლაც გულწრფელი მხარდამჭერები, რომლებსაც მართლა ჰქონდათ რაღაცის მოლოდინი და იმედები, რომ რაღაცა შეიცვლებოდა მათთვის, ისინიც კი აღარ არიან მათი მხარდამჭერები სწორედ ამ საქციელების გამო. ძველი ხელისუფლების პოზიციები შეიძლება გაამყაროს ოცნებისთვის წართმეულმა ან და ოცნების მიერ დაკარგულმა ხმებმა? ოცნების მიერ დაკარგული ხმები არის სწორედ ის 60%-ზე მეტი, რომლებსაც არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი საერთოდ მივლენ თუ არა არჩევნებზე და სწორედ აი ეს ველი არის სიახ თავისუფალი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ვფიქრობ, რომ უკვე გულის კარნახით და გონებით მიიღებენ მართლაც გადაწყვეტილებას და იქნება მათი არჩევანი სწორი და რეალური. მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ. ეს იყო გიორგი ვაშაძის გუნდი და თეონა ჭალიძე. მე გადმოვდივარ სტუდიაში. ბესო, თქვენ რას ფიქრობთ? ანუ ეს ყველაფერი უმყარებს ძველ ხელისუფლებას პოზიციებს? Ну, რა თქმა უნდა, უმყარებს ძველ ხელისუფლებას პოზიციებს, იმიტომ რომ რეიტინგებში კარგად ჩანს, რომ ძალიან მიხარია თუ არ მიხარია, ამას ბოლოში ვიტყვი. რეიტინგებში კარგად ჩანს, რომ პროცენტული მაჩვენებლები აუცილებლად გაზრდილია. ველორი ეუბნება მაყურებლისთვის, რომ განმარტო, თქვიო, რომ ძალიან გიხარია, რომ თუ უმყარებს ძველ ხელისუფლებას პოზიციებს. ჩემი საუბრის ბოლოს აუცილებლად ვიტყვი. მოკლედ 2 წუთი გვაქვს ზუსტად. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, ხალხმა დაინახა ამ 4 წელმა და შესანიშნავ მე-4 წელიწადში ვართ ახლა, კარგად გვანახა თუ ქართულმა ოცნებამ რა სიკეთეები და რა შედეგები მოუტანა ხალხს და ეს სიკეთეები და შედეგები არის ნულის დონეზე დაყვანილი და დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს ხალხი იქნება გონიერი და ქართულ ოცნებას გაუშვებს ხელისუფლებიდან. ეს მე ძალიან მახარებს ბატონო. მადლობა, ეს იყო ბესო შენგელია და დაასრულებს მელორი. ზუსტად 1 წუთი მაქვს, უნდა ჩავეტიო, გისმენთ. რა შეეხება ქართული ოცნება წააგებსო ძალიან ეს არ მიკითხავს, მე გეკითხებით, ანუ ეს უმყარებს თუ არა ძველ ხელისუფლებას პოზიციებს და შანსებს. ამიტომ არსებობთ მე, ქალბატონი ლალი, უამრავი ის ადამიანი, ვინც წლების მანძილზე ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა და აუცილებლად ჩავერთვებით არჩევნებში თუ ქართულ ოცნებასთან არა, სხვა გზით და იმ დაკარგულ ხმებს ჩვენსკენ წამოვიღებთ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება წააგებს, ქართული ოცნება არ წააგებს და მე ჩაფხუტი აღარ მიშველის თუ წააგო ქართულმა ოცნებამ და ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, შეიძლება სხვა რაღაც ტანკი დამჭირდეს ან რაღაცა. იმედი მაქვს, რომ არჩევნები 7 გარემოში ჩაივლის და აღარ იქნება დაპირისპირება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დაპირებები, რაც წლების მანძილზე უნდა შეესრულებინა ქართულ ოცნებას, ამ არჩევნებამდე ან უახლოეს პერიოდში მაინც შესრულდება და ის დიდი მადლობა მელორ ვაჩნაძე და ბესო შენგელია სტუდიაში საუბრობდნენ. მე მათვე მშვიდობები წარმატებას გისურვებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ინფორმაციას, რითიც გავხსენით დღის ამბები 2 საათზე. დღეს საღამოს 6-ზე პაატა ბურჭულაძე შეხვედრას მართავს ფოთის ამომრჩეველთან და იგი მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს სააკაშვილის დროინდელ უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს კოტე კემულარიას დაასახელებს. პაატა ბურჭულაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ეს ინფორმაცია არის რეალური და მათი მხრიდან დღეს დასახელდება კოტე კემულარია. კემულარიასთან კი ყველა კითხვას ჩვენ დავსვათ უკვე დღის ამბებში 7-ზე.